რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ოგდან აურესკუსი დღეს პრემიერმა მიიღო. რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გამახვილდა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. ბოგდან აურესკუსი ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა. შეხვედრა პარლამენტის შენობაში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. სტუმარს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. აუდიენციის დროს მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. რუმინეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც გვაქვს როგორც პოლიტიკური თემები, ასევე ეკონომიკური თემები. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის ინტერკონექტორის თემა. განხილული იქნა ყველა ის აქტუალური საკითხები, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაშია. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, რუმინეთი არის ის ქვეყანა, რომელიც მოუწოდებს ყველა სხვა ევროკავშირის სახელმწიფოებს მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია.